ჩემი აზრით მინისტრთა კაბინეტი არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ პრინციპში არის საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული, გათვალისწინებულია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს კარგად ჩანს პოზიცია, რითიც კრიტერიუმები, რითიც არის ეს ადამიანების შერჩეულები. ივანიშვილს არასდროს არ დაუმალავს, რომ მთავარი პრინციპი არის ურის პროფესიონალიზმი და პატიოსნება და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, შეიძლება გემოვნების ამბავია, შეიძლება რაღაც კორექტივების შეტანა და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპში ეს არის მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ასახავს საზოგადოების ინტერესებს. აკადემიურ სფეროში რჩები, როგორც ვიყავი, ისე რჩები აკადემიურ სფეროში. ოღონდ იმედი მაქვს, რომ არ დამჭირდება იმ ტიპის კრიტიკული, თქვათ ასე, გამონათქვამები და ისეთი ტიპის კრიტიკული პოზიციის დაჭერა, როგორც იყო იმ 9 წლის განმავლობაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი, რომ მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც რა თქმა უნდა კრიტიკა დაჭირდება, მაგრამ არა იმ ტიპის, როგორც იყო იმ 9 წლის განმავლობაში. საპროტესტო ტალღას რაც შეეხება, ამას ალბათ აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზები ალბათ არის ესეთი ხასიათის, რომ ხალხს აქვს მოლოდინები, ამდენი უსამართლობის შემდეგ სამართლიანობის აღდგენაში სულ სწრაფობენ, ესე რომ ვთქვათ, და პირდაპირ შედიან უშუალო კონტაქტში და ითხოვენ სხვადასხვა სოციალური და სხვა ტიპის პრობლემების გადაჭრას, ხო? ძალიან ძნელია ადამიანებისთვის ახსნა, რომ მათ უნდა დაიცადონ, რომ რაღაც პერიოდი ჭირდება ხელისუფლების გადაბარებას და გარკვეული პროცედურებია გასავლელი, ასე რომ ამ ტიპის ტალღა გასაგებია, შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ ვიზამ. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ არის სუბიექტური ფაქტორები ძალიან ბევრი გაჩენილი, ეგრეთ წოდებული ჩუმის საბოტაჟი, რის ორგანიზებასაც ყოფილი ხელისუფლება ცდილობს და მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყურადღებით უნდა მიადევნონ ყველაფერ ამას თავი და სადაც საჭიროა ჩაერევონ კიდევაც და გამოავლინონ ესეთი ტიპის ქმედებები. საბოტაჟი საერთოდ ძალიან მძიმე დანაშაულია ზოგადად. მე ვფიქრობ, მთავრობა დაკომპლექტდა სწორად, პროფესიონალიზმის და წესიერების საფუძველზე, ხო, ეს ორი ძირითადი კრიტერიუმია. მე არ მაქვს ახლა ძალიან დიდი შენიშვნები, შეიძლება მქონდეს გარკვეულწილად, ხო, მაგრამ ისეთი სისტემური შენიშვნები არ მაქვს მთავრობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს მთავრობა აუცილებლად იქნება წარმატებული. თავისი სწორი მენეჯმენტით მოახერხებს ამ გუნდთან ერთად ქვეყნის სწორ გზაზე გაყვანას, ინსტიტუტების ჩამოყალიბებას პირველ რიგში. სინამდვილეში პრობლემა მთავრობაში არ არის, პრობლემა არის ინსტიტუტებში, ხო? თუ ეს მოხერხდა, შემდგომ პერსონალებს უკვე დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია ჩვენ ყველამ ერთად ვისწავლოთ, უпростоრად ხელისუფლებას ვასწავლოთ მსახურება და თავი გაანებონ ბატონობას. მე ვფიქრობ, ეს მოხერხებადი ამოცანაა. ვინიცით, რომ მე საზოგადოებრივ სექტორში გადავინაცვლე, მე ვაგრძელებ პირად მეგობრობას როგორც კოალიციის ლიდერთან, ასევე კოალიციის სხვა წევრებთან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, როგორც დამაბალანსებელი ელემენტისა ხელისუფლების. ასე რომ მე იქ ვიტევ საკუთარ თავს.